საგანმანათლებლო პროექტი ლაგოდეხში. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას ინიციატივით მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის თემაზე ტრენინგები ჩატარდება. პროექტის ფარგლებში გაიმართება სემინარები სოფელ ლელიანისა და ჭიაურის საჯარო სკოლებში. შეხვედრების მიზანია ახალგაზრდებისთვის თვითმმართველობის სისტემის უფლებამოსილებებისა და მოქალაქის როლის გაცნობა. ეს პროექტი ითვალისწინებს იმას, რომ ახალგაზრდებს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა არის თვითმმართველობა, რა კომპეტენციები აქვს, ანუ რა საკითხებზე მუშაობს, ვინ არიან თვითმმართველობის წარმომადგენლები, ზოგადად რა უნდა აკეთოს თვითმმართველობამ, როგორ აირჩევა თვითმმართველობა. ასევე გვაქვს საუბარი ზოგადად სახელმწიფო მოწყობაზე, როგორ არის მოწყობილი ჩვენი სახელმწიფო, ანუ ცენტრალურ ხელისუფლებაზე, ადგილობრივ ხელისუფლებაზე, მათ შორის რეგიონის ხელისუფლებაზე, ასევე გვაქვს საუბარი თანამონაწილეობაზე, ანუ თანამონაწილეობით როგორ ჯობია თანამონაწილეობით გადაწყვეტილების მიღება თუ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება და ასევე ინფორმაციის თავისუფლებაზე, რომ ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს საჯარო ინფორმაცია. აი ძირითადად ამ საკითხებზე გვაქვს ასევე თუ როდის დაიწყო თვითმმართველობა, რომელი წლიდან დაიწყო, რა საფეხურები გაიარა თვითმმართველობამ, რა კანონები არეგულირებს თვითმმართველობის, ასე ვთქვათ, მუშაობას და ამ ყველაფერზე გვაქვს საუბარი. დაახლოებით ჩვენ 23 სკოლის მოსწავლეებს ვხვდებით. ეს არის მე-11 კლასის მოსწავლეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, მათი ინტერესიდან გამომდინარე, ვისაც აქვს ინტერესი, იმ ახალგაზრდებს ვხვდებით. ძალიან დაინტერესება გამოთქვა ამ საკითხმა და თვითონ ახალგაზრდებიც უკვე ტრენინგის ბოლოს აღნიშნავენ, რომ ბევრი საჭირო ინფორმაცია მიიღეს, რომელსაც ისინი ცხოვრების განმავლობაში როგორც საქართველოს მოქალაქეები გამოიყენებენ და ზოგადად ცხოვრებაში გამოადგებათ. ასევე ჩვენ გვინდა რომ მოკლედ ამ ტრენინგების საფუძველზე თითოეულ სკოლაში გამოვავლენთ 3 საუკეთესო ახალგაზრდას. ეს გამოვლენა ხდება ისე რომ ტრენინგის ბოლოს ურიგებთ კითხვარებს, რომელსაც ავსებენ და ამითი ვაფასებთ თუ თითოეულმა ახალგაზრდამ როგორ გაიგო ამ ტრენინგის საკითხები და შემდგომ გამოყავს 3 საუკეთესო ახალგაზრდა, რომელსაც მე ცალკე სიმბოლურად ვაჯილდოვებთ.